მეცნიერებას არ შეუძლია ფერისცვალების დღესასწაულზე, თაბორის მთაზე, ღრუბლის გამოჩენის მიზეზი. წმინდა წერილის თანახმად სწორედ აქ იცვალა ფერი მაცხოვარმა მოწაფეების თვალწინ. კვლევები ზაფხულში საღვთისმეტყველო კომისიამ ჩაატარა. მათი მიზანი ბუნებაში სასწაულებრივი ნიშნების აღმოჩენა იყო. სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისეთ მშრალ პირობებში, როგორიც თაბორის მთაზეა და ასეთ მაღალ ტემპერატურაზე, ღრუბლის წარმოქმნა შეუძლებელია. მათვე აღნიშნეს, რომ ღვთიური ღრუბელი მხოლოდ მართლმადიდებლური მონასტრის ტერიტორიაზე ჩნდება. საზეიმო ლიტურგიის დროს მორწმუნეთა თავზე მანათობელი ბურთი ჩნდება. ტაძრის ჯვრის თავზე კი იგი იღებს ღრუბლის ფორმას, რომელიც იცვლის ზომებს, ეშვება მრევლზე, ფარავს მას და აძლევს ცხოველმყოფელ ძალას. თავის დროზე სასწაულებრივი ნიშნების შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი ჯგუფი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარების გამოყენებით ცდილობდა ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა შეესწავლა აღდგომის დღეს. დასკვნა მარტივია. ცეცხლს თან ახლავს მთელი რიგი პიეზოელექტრული მოვლენები, რომელსაც თან ერთვოდა ძლიერი ჭექა-ქუხილი, მაგრამ ეს ბუნებრივი მოვლენა არ იყო. ასე რომ ამ ფენომენს შეიძლება უწოდოთ სასწაული, განაცხადა მან.